ტოქსიკოზი ერთ-ერთი პირველი და ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ორსულობის დროს და რატომ ვითარდება ის? ეს დაკავშირებული არის ორგანიზმში ჰორმონების სწრაფ ცვლილებაზე. ორგანიზმი თანდათანობით ეჩვევა ახალ მდგომარეობას და რეაგირებს ამაზე. ორსულთა ტოქსიკოზი ძირითადად ვითარდება ორსულობის 6 კვირიდან და გრძელდება საშუალოდ 12-14 კვირის ჩათვლით. ტოქსიკოზის სიმპტომები უმეტესად დილით გამოვლინდება. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ კუჭი ღამით ცარიელია, ხოლო ჰორმონები აქტიურ ფაზაშია. სწორედ ეს კომბინაცია იწვევს ყველაზე უფრო მძაფრად გამოხატულ შეგრძნებებს. ადრეული ტოქსიკოზის 3 ძირითადი სიმპტომი არის: გულისრევის შეგრძნება, ღებინება და გაძლიერებული ნერწყვდენა, ანუ სალივაცია, რომელსაც ყოველთვის თან ახლავს საერთო სისუსტე. როგორ შევამსუბუქოთ ორსულობის ადრეული ხანის ტოქსიკოზის სიმპტომები? დილით საწოლშივე მიიღეთ მცირე ზომის საკვები, თუნდაც ერთი ურცხობილა. ხშირ განმავლობაში იკვებეთ მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად, უარი თქვით ძალიან ცივ, ძალიან ცხელ საკვებზე, რადგან არ გაღიზიანდეს კუჭის ლორწოვანი გარსი, მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე, ოთახში სუნის შემცირების მიზნით გაანიავეთ იგი და ზოგჯერ საჭირო ხდება მედიკამენტოზური მკურნალობა ექიმის რეკომენდაციით. შესაძლებელია თუ არა ორსულთა ტოქსიკოზის თავიდან აცილება. პირდაპირ არა, თუმცა შესაძლებელი არის მისი სიმპტომების შემსუბუქება. ამისათვის საჭირო არის კარგი ძილი და სტრესის თავიდან აცილება, ჯანსაღი კვება და ფოლიუმის მჟავის მიღება, რეგულარული მსუბუქი მოძრაობა.